კიდევ ერთი ისტორიული შეთანხმება საქართველოს გარეშე. ეგვიპტეში შარმ-ელ-შეიხში გამართულ მშვიდობის სამიტზე, სადაც 20-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირები მონაწილეობდნენ, ქართული მხარე მიწვეული არ ყოფილა. სტუმრებს შორის, რომლებსაც ამერიკის და ეგვიპტის პრეზიდენტებმა უმასპინძლეს იყვნენ სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებიც. სწორედ მათი თანდასწრებით და მონაწილეობით გაფორმდა შეთანხმების დოკუმენტი შუა აღმოსავლეთში ომის დასრულების შესახებ. რატომ ვერ აღმოჩნდა ქართული ოცნების მთავრობა კავკასიის რეგიონის პოლიტიკურ ლიდერებს შორის? თამარ დემეტრაშვილი არკვევს დეტალებს, რომელიც ფორმულას ეთერს უერთდება. თიხ საქართველოს ამ სამიტზე არ აღმოჩნდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ოცნება არც არავის მიუწევია. ირაკლი კობახიძემ დღეს შეეცადა ხუმრობით დაეკნინებინა ამ სამიტის მნიშვნელობაც და იქ მყოფი ლიდერების მიზნებიც, მათ შორის სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ყოფნა შარმ-ელ-შეიხში. ოცნებას ყველაფერი ისევ ომის რიტორიკამდე დაჰყავს, არადა სამიტზე ისტორიული შეთანხმება დაიდო, რომლის მიზანიც სწორედ რეგიონში მშვიდობის დამყარებაა. საქართველოს ადგილი იმ სივრცეში, სადაც სწორედ მშვიდობისთვის შეიკრიბნენ, არ აღმოჩნდა. ამ სამიტზე არ მიიწვიეს ასევე არც რუსეთი და არც ირანი, რომლისთვისაც ისრაელსა და პალესტინას შორის დადებული შეთანხმება რეალურად მარცხი იყო. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები კიდევ ერთხელ მიუთითებენ იმაზე, რომ საქართველოს ოცნების პოლიტიკის წყალობით იზოლაციაშია მოქცეული და ამ მდგომარეობით ის სწორედ ომის პარტიის რუსეთისა და ირანის კლუბში აღმოჩნდა. ოცნების ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილის მთავრობა ქვეყანას საქართველოს მტრის პირისპირ მარტოს პარტნიორების გარეშე ტოვებს. ერთადერთი ნიშნით ესწრებიან სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობის ამ ფორუმს, რომ მათ ჰქონდათ ომი ერთმანეთში. შეგვეძლო ჩვენც გვიომებათ და აგვიბადიშებდნენ, მაგრამ არ ვიომებთ. ეს არის მარტივი პასუხი. ეს არის აბსოლუტური სისულელე. საქართველოს ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობს, ის არის ან შეგნებული მოღალატე ამ ქვეყნის, ან არის უბრალოდ ელემენტარულად ბრიყვი. უნგრეთი რატომ იყო ამ სამიტზე მაშინ? უნგრეთიც იყო მიწვეული. უნგრეთმა იომა? უნგრეთი რატომ არის იქ? იტალია რატომ იყო? გაერთიანებული სამეფო რატომ იყო? ამერიკის შეერთებული შტატები რატომ იყო? ესენი ხომ ცდილობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები დაალაგონ. რატომ არ იმყოფებოდნენ მაშინ? უბრალოდ არ მიიწვიეს, იმიტომ რომ არიან ომის პარტიის წევრები, იმიტომ რომ არიან რუსეთის, ანუ ომის პარტიის მოკავშირეები. შარმ-ელ-შეიხში მიწვეული არ იყო კრემლი, ივანიშვილის რუსული რეჟიმი და იქ არ ჩავიდა ირანის ავტორიტარული რეჟიმის წარმომადგენელი. აი ამ კლუბში მოაქცია ივანიშვილმა საქართველოს. სინამდვილეში თუ ვინმე უზრუნველყოფს სტაბილურობას, მშვიდობას, კეთილდღეობას, ნორმალურ განვითარებას საქართველოში და ზოგადად ამ რეგიონში არის დასავლეთი, რომელიც მტრად ყავს გამოცხადებული ივანიშვილის რეჟიმს. მეზობლები, ჩვენი მეზობელი ქვეყნები, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისინი კარგად სარგებლობენ შექმნილი და შეცვლილი გეოპოლიტიკური სიტუაციით და ცდილობენ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს საკუთარი ქვეყნებისთვის, საკუთარი ხალხებისთვის. ამ დროს ჩვენ ხედავთ ოცნებას, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სრულად იზოლაციაში მოაქციოს ჩვენი ქვეყანა. ოცნება რასაც აკეთებს არის ის, რომ გვტოვებს მარტო, სრულად დაუცველს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გარეშე პირისპირ ჩვენ მთავარ მტერთან რუსეთთან. მაყურებელს შევახსენებთ, რომ შარმ-ელ-შეიხის მშვიდობის სამიტზე გაფორმდა შეთანხმება ისრაელსა და პალესტინას შორის, რომელმაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით. სამიტს მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა, მათ შორის ჩვენი მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირები.